დაბრუნდით CES სტუდიაში, კიდევ ერთხელ წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, რევაზ ჯავახიშვილი, ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი და ვსაუბრობთ კლასიკურ მუსიკაზე, კერძოდ კი ვენესუელურ პროგრამაზე ელსისტემაზე და მის მთავარ შედეგს. რომლის საგანმანათლებლო მოდელმა, როგორც ვახოს მიერ მომზადებულ მიკროფილმში ნახეთ, საკმაოდ გაამართლა. რა არის მათი წარმატების ფორმულა? ჩვენ ვიცით, რომ სოციალურ დატვირთვა ქონდა თავის დროზე და ეს მუსიკოსები დაკომპლექტდნენ ასევე ბოლივარის სახელობის ორკესტრში. მოხვდნენ ასევე მსოფლიო ხუთეულში. როგორია მათი წარმატების ფორმულა? რამ განაპირობა ეს ყველაფერი? თვითონ უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა ამ ფორმატისთვის, რომ თქვენ აშუქებთ ასეთ თემებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც პროფესიონალისთვის. რაში არის ამ სისტემის, ზოგადად ამ საგანმანათლებლო სისტემის წარმატების ფორმულა? ეს არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს ნება. ეს არის ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, პრიორიტეტული თემა. და როგორც ნახეთ ჩვენ ფილმში, არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეუწყვიტა მათ დაფინანსება, იმიტომ რომ ზუსტად კლასიკურ მუსიკას ჭირდება მხარდაჭერა და ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ მოიაზრებენ ხუთეულში, ზუსტადაც ეს იყო მთავარი მიზანი, უბრალოდ ამ მიზანს გრძელვადიანი პროექტია და ლოდინი ჭირდება. დღეს უკვე მათ შეძლეს, მაგრამ ხუთეულში, რა ვიცი, ახლა რამდენად ეს გემოვნებაზე არ დაობენ, რასაკვირველია, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ყველანაირ შექებას. თვითონ საინტერესო იყო, რომ პედაგოგები საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდნენ პედაგოგების დაქირავებაში, მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგები ჩაყავდათ, ხო, ესეც გარკვეულწილად გამაპირობებელი იყოს რა შედეგიც მიიღეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბოლივარის ორკესტრის დირიჟორი გუსტავო ბატონი გუსტავო დუდამელი ეგეთ რაღაცას ამბობს, რომ მათ ძალიან ბევრი რამე ისწავლეს ევროპელებისგან, მაგრამ ევროპულ კლასიკას უკრავენ თავისებურად, ჩვენებურად უკრავთ ესე არა ესე. აი თქვენი აზრით რა გამოარჩევს თქვა ბოლივარის ორკესტრის ხელწერას თუნდაც ევროპის ყველაზე ცნობილი ორკესტრებისგან? უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, ჩვენ ვუკრავთ ჩვენებურად, ანუ ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით არის ნათქვამი. უბრალოდ სამხრეთელი ხალხია, სისხლი უდუღ და ემოციური და ზოგადად ევროპაში მე ვფიქრობ, რატომ მოხდა მხარდაჭერა და რატომ არის ესეთი პოპულარული. ჩემი აზრია ეს. ზოგადად ევროპელებს უყვართ ყველაფრის რომანტიზირება. ეს რაღაცა ესეთი ქვიშის კარიერის გენერლების კონკიას ისტორიაა, რომ აი ვენესუელა ყოველთვის ასოცირდებოდა ტოტალიტარულ რეჟიმთან, უგო ჩავესთან, გაჭირვებასთან, სოციალურად დაუცველობასთან. და დღეს, როდესაც ამბობ ვენესუელა, აუცილებლად ამოგიტივტება თმახუჭუჭა დირიჟორი გუსტავო დუდამელი, რომელიც გახდა ნამდვილად თავისი ქვეყნის სახე და ეს ორკესტრი. ჩავესი და დუდამელი. დიახ, აი ესეთი და ეს ძალიან კარგი პოლიტიკაა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტი მესიჯია იმის, რომ აი ესეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი გაჭირვებაა, სადაც ერთეულები ცხოვრობენ ძალიან კარგად და რის ხარჯზე და რატომ ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ამ გაჭირვებული ხალხის ძალიან დიდი ნაწილის უნდკავს ძალიან თავისუფალი სუფთა ჰაერით, რასაც კლასიკური მუსიკა ქვია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ და ამანაც განაპირობა რასაკვირველია და სხვათა შორის დღეს უკვე ევროპამ აიტაცა ეს განათლების სისტემა. ძალიან ბევრ ქვეყანაშია უკვე, სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიაში, იტალიაში, ჩვენ მეზობელ თურქეთში. თუ არ ვწდები ჩვენს ქვეყანაშიც იყო რაღაც მცდელობები, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად შედგა ეს ყველაფერი. ფაქტია რომ არ გამოვიდა. ხო, მაგრამ არაფერი არ ისმის ჯერჯერობით კი. ამ ორკესტრს ყავს კრიტიკოსებიც, ხო? რომ თქვა მომისმენია რომ არ მოწოთ როგორ ასრულებენ სიტუაციაზე მალერს, მაგალითად ბერლიოზს, ხო? ეხლა მე პროფესიონალური არა მაქვს, პროფესიონალებს უფრო მეტი ესმით და ნიუანსებს ვერ გავაკრიტიკებ, მაგრამ ხედავ ერთ რაღაცას, რომ ამგვარი ექსპრესიულობა, ამგვარი ემოციურობა პერფორმანსულობა, ასე ვთქვათ, დაკვირისას მე არც ერთ ორკესტრში არ მინახავს, ხო?
რა მივდივართ აი ესეთ კითხვამდე, აი რა არის მნიშვნელოვანი თქვა, შინაარსი თუ ფორმა თქვა ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ზუსტად კრიტიკოსები შინაარსს აქცევენ ყურადღებას და რა თქმა უნდა რაღაც ნაწილში მეც ვეთანხმები როგორც თქვა ჯერ ერთი მუსიკოსი და შემდგომ თუნდაც მსმენელი და თქვა იგივე დიდ კორიფეებში ჩვენ ვარჩევთ ჩვენს ფავორიტებს თქვა უფრო კარაიანი მოგწონს თუ თქვა მალერის შესრულებაში თქვა ბერტინის შესრულება უფრო მოგწონს ან ვინმე სხვისი ხო ამ შემთხვევაში მათი განსხვავებულობა ზუსტად ის ეგზოტიკაა, ის რაოდენობა ხალხის, ისინი ძალიან დიდი ორკესტრია. და ეს პერფორმანსულობა ნამდვილად ძალიან დიდ როლს თამაშობს. და მე მაინც მგონია, რომ ამ დიდ ფესტივალებზე, აი ზალცბურგში, ლიუცერნში, სადაც ეს ორკესტრი ყოველწლიურად ჩადის, არის ზუსტად ამის თვალსაჩინოება, რომ აი შეიძლება რომ ესეთი რაღაც გაკეთდეს და კლასიკური მუსიკა აკეთილშობილებს და სიღარიბიდან გამოგიყვანს და მოგცემ შენ შესაძლებლობას რომ შენ როდესაც გაიზარდე მრავალშვილიან გაჭირვებულ ოჯახში და ძმა მკვლელი ყავს და მამა ნარკობარონი შენ ვიღაცამ წაგიყვანა კარგმა ბიძიამ და გასწავლა მუსიკალური ამბანი და შენ მოხდი ძალიან კარგ ორკესტრში და შემდგომ შენ ხარ საუკეთესო, ესე იგი ტოპ მუსიკოსებთან გიწევს ურთიერთობა. მოდი გადმოვინაცვლოთ ქართულ რეალობაში, როგორი მდგომარეობა ჩვენ სადირიჟორო სკოლაში? ეს ძალიან თულიში. იცით რა, სადირიჟორო სკოლა როგორც ასეთი, ჩემ და სამწუხაროდ აღარ არსებობს, იმიტომ რომ თვითონ ჩვენს კონსერვატორიაში კათედრა არ არის. საოპერო სიმფონიური დირიჟორობის. არ ვიცი, ალბათ რაღაც მიზეზები არსებობს ამისი. მეც მქონდა რამოდენიმე შეკითხვა წლების წინ ამასთან დაკავშირებით და ათასნაირი იგივე ორკესტრის მიზეზი იყო, რომ კონსერვატორიას არ ჰქონდა ბაზა, არ ყავდა ორკესტრი, სადაც გაიზრდებოდნენ დირიჟორები და რა თქმა უნდა, უკვე გარდაცვლილი იყო ის დიდი პედაგოგი, რომელმაც დატოვა მთელი პლეიადა, ოდისეი დიმიტრიადი, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი პლეიადა დირიჟორებს, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებულად მოღვაწეობენ საქართველოს. და არა მარტო ოდისეი დიმიტრიადი. უბრალოდ ოდისეი დიმიტრიადი იყო ძალიან დიდი ფიგურა, როგორც პედაგოგი, მან როგორც დირიჟორი ხო გენიოსი იყო, მაგრამ როგორც პედაგოგი მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. არა მარტო როგორც პედაგოგმა ვთქვათ, მისცა განათლება, მან გზაზეც დააყენა ეს ამნიშნულოვანი ხელი შეუწყო, რომ ისინი განვითარებულიყვნენ. საინტერესოა თქვენ თუ გაქვთ რაიმე ხედვა აი ამ სადირიჟორო სკოლის განსავითარებლად თუნდაც მე რაც არ უნდა ხედვა მქონდეს. აი რა კუთხით შეიძლება დაიგარსოთ ახალგაზრდები? დღეს ჩვენს პროფესიაში არის კეთილნებაზე ყველაფერი დამოკიდებული, რომ თქვათ ვინმე შენი მეგობარია, ის გეპატიჟება ან გაძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან ცოტა ორკესტრია საქართველოში. და არ აქვს ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა და მოტივაცია რასაკვირველია, იმიტომ რომ თვითონ ორკესტრებში არის ისეთი მდგომარეობა, რომ აი არ არის ისეთი სტაბილურად, რომ ერთ სამსახურში მუშაობდეს, თქვათ, ორკესტრის მუსიკოსი და იყოს კონცენტრირებული, თქვათ, იმ რეპერტუარზე 1000 სხვა პრობლემა აქვს ის ბევრ ადგილას მუშაობ, იმიტომ რომ არ არის საკმარისი. ან სოლო კარიერაზე ხო, ისე ფინანსური პრობლემები. თვითონ ორკესტრის მუსიკოსის ესე დამოკიდებულებაც კი არის სხვანაირი საქართველოში. მე შეიძლება ვწდები, მაგრამ აი ჩემი დაკვირვებით, თქვათ, აი როგორია? ჩემს სტუდენტობაში მაგალითად არ იყო რაღაც პრესტიჟული, რომ შენი მიზანი ყოფილიყო გესწავლა იმიტომ, რომ შენ შემდგომ გამხდარიყავი, თქვათ, ოპერის თეატრის ორკესტრის წევრი და ეს ყოფილი ყველას და თვითონ პედაგოგებსაც სხვათა შორის არ ქონდა იმის სურვილი, რომ თქვათ, აი საორკესტრო კადრი მომზადებულიყო. ეს რაღაც თავისთავად ხდებოდა და დღესაც ესეთი რომ თქვათ ძალიან წარმატებული ახალგაზრდული ორკესტრი ჩვენა სტუდენტური ჩვენ არ გვყავს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მე შეიძლება ვწდები და მაპატიოს უყვალამ, თუკი მე არ მაქვს ამის ინფორმაცია, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება ხედავს, ხო, რომ იმიტომ რომ რაღაცნაირი შემაფერხებელი
გარემოებები არსებობს ამის. ისევ და ისევ მიდივარ განათლების. თუმცა გვაქვს სხვა პრეცედენტი, როდესაც ახალგაზრდებმა თვითონ გადაწყვიტეს და კამერული ორკესტრი შექმნეს. ეს არის საქართველოს სიმფონია და მშვენიერი ორკესტრი, ძალიან კარგი თავის საერთაშორისო კარიერით, ასევე უკვე ახალგაზრდულად ითვლება, ვთქვათ, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ძალიან ახალგაზრდა ორკესტრია უკვე, სადაც მე ვმუშაობ და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი, რომ ეს იყოს თავიდანვე, ეს იყოს ძირიდანვე და თავიდანვე მოხდეს კადრის მომზადება. ახალისება. რაც ვთქვათ, იმ ალბედის საბჭოთა დროში ხდებოდა იგივე ინტერნატების სახით. ინტერნატებმა მისცა საქართველოს ჩასაბერი საკრავები, საორკესტრო შემსრულებლები, თითქმის ყველა ორკესტრში ინტერნატში გაზრდილი ეს დამთავრდა. ჩვენ შეუერთდით, რასაც მივესალმები, ევროპულ სისტემას, მაგრამ ამითი დავკარგეთ რაღაც, იმიტომ რომ ჩვენი მენტალობა არ არის მზად იმისათვის, რომ ჩვენ შევცვალოთ განათლების სისტემა, მუსიკალური განათლების სისტემა ევროპული ხაზით. მაგრამ ადამიანების, ანუ მშობლების მენტალობა დარჩა მაინც ძველი. ანუ მე როცა ვასწავლე შვილს, თქვათ რაღაც სკოლაში, თქვათ და შემდგომ მეორე საფეხურზე გადადის, თქვენ რას აძლევთ ჩემს შვილს? აი რა, ვინ გამოვა ჩემი დიპლომი ექნება? აი აქამდე მივდივართ რა. და ეს არის ძალიან რთული საკითხი. და ევროპასთან საკომუნიკაციო ენა რა თქმა უნდა კლასიკური მუსიკაა და ამიტომ მე მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს უკვე ევროპაში სწავლობს და სხვათა შორის ჩვენი ძალიან კარგი ინსტრუმენტალისტები საუკეთესო ორკესტრებში უკრავენ დღეს გერმანიაში და სხვაგან. დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და პრობლემის საინტერესო კუთხით წარმოჩენისთვის. დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენოთ, ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ლევას ჯავახიშვილი, ქუთაისის ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი და გადავდივართ გადაცემის დასკვნით ნაწილზე, თქვენ შეგიძლიათ შემოვიერთდეთ და მოусმინოთ. დღეს რუბრიკა ცოცხალში მოისმენთ ორი არტისტის, დავით დათუნაშვილისა და ირაკლი აბრამიშვილის თანამშრომლობის შედეგად ჩაწერილ კომპოზიციას. ისინი ერთად 2014 წლიდან მუშაობენ ექსპერიმენტ არიან ექსპერიმენტებს ატარებენ მგერაზე და ასე ვთქვათ არგებენ გარემოში დაჭერილ ხმებს და რა გამოუვიდათ ამ შემთხვევაში ახლა ვნახოთ. მოდი ვნახოთ ეს საინტერესო კოლაბორაცია ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით თქვენ უყურებდით C სტუდიას. ნახვამდის.